საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების საშინელი მოთხოვნა, ამის არანაირი სამართლებრივი თუ გონივრული საფუძველი არ არსებობს. ეს სლოვაკიის ევროპარლამენტარის სიტყვებია. ბრანისლავ ონდრუშიუ ქრონიკასთან ინტერვიუში ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებს მწვავედ აკრიტიკებს და განმარტავს, რომ მსგავსი მიდგომა საქართველოს მიმართ რეალობას მოკლებული და უსამართლოა. ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ ბრიუსელს ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების აღიარება და თბილისთან თანასწორი პარტნიორობის პრინციპით დიალოგის წარმოება მაინც მოუწევს. საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის შემცველ რეზოლუციებს მე ყოველთვის ვეწინააღმდეგები. ასეთი მიდგომა რეალობას აბსოლუტურად არის აცდენილი. ეს ასუსტებს ჩვენს პოზიციას საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებასთან და ვკარგავთ უნარს, რომ რაიმე სახის გავლენა გქონდეს. ვფიქრობ, სრულიად საშინელი მოთხოვნაა სიტყვების არ მყოფნის, რა ვუწოდო ამ საშინელ მიდგომას. საერთოდ აღარ გრჩება ასეთ ვითარებაში არანაირი შესაძლებლობა, რომ საქართველოსთან სიტუაცია დავალაგოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება, იმიტომ რომ ამის არანაირი საფუძველი თუ მიზეზი არ არსებობს. არც საერთაშორისო წესების ან პრინციპების კუთხით. მჯერა რომ გარკვეული დროის შემდეგ რამდენიმე კვირაში ან რამდენიმე თვეში ევროპარლამენტში გააცნობიერებენ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის რეალობის გააზრება, გათვალისწინება და მიმღებლობა.